არის დაანონსებული გიო, რომ სავალდებულო მესამე პირის დაზღვევა ამ წელს ალბათ უნდა შემოვიდეს ჩვენთან. მესამე დაზღვევა უნდა გახდეს სავალდებულო. მესამე პირზე. ანუ მესამე პირი რას ნიშნავს მაყურებელს რომ აუხსნათ, თუ თქვენ დააზიანებთ ვინმეს ავტომობილს, სადაზღვევო კომპანია შეუკეთებს მას. ანუ თქვენ არანაირი ხარჯის გაწევა არ მოგიწევთ. თქვენ ავტომობილს არ შეგეკეთებთ. მესამე პირზე არის საუბარი. რა პლუსები აქვს ამ ყველაფერს? ამ ყველაფერს ის პლუსები აქვს, რომ ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც ანუ ძალიან ბევრ ჯგუფში ვართ გაწევრიანებული, რაც ასე ვთქვათ, საავტომობილო თემატიკას ეხება და ყოველთვის ვათვალიერებ ხოლმე რა ხდება ჩვენთან გზებზე, რა სიტუაცია არის კონკრეტულად რაღაცა დაზღვევის კუთხით და ასე შემდეგ. კარგი იმიტომ არის, რომ ძალიან ხშირად მოხდება პოსტი, რომ აი გამისვეს და არ ჩანს არც რომელი დატოვა, არც არაფერი. მე შემხვედრია პოსტი, რომ ავტობუსს გაუსვი. ხო, ეგ არის კატასტროფა. აი ავტობუსს სამარშრუტო ტაქსს რო გაუსვა, აი მინიმუმ 20,000 ლარიანი ჩეკი ეგრევე მოგდის. რომ გადასახდელია. ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, მივესალმებით, აუცილებელი უნდა იყოს, ასევე ვფიქრობთ, მაგრამ მესამე პირი, ანუ რახან იქნება სავალდებულო, ძვირი არ იქნება. დაახლოებით როგორც იყო დათვლილი, მე მგონი 15 ლარი უნდა მოუწიოს. მაგრამ აქვთ რამდენიმე კომპანიასაც, ბანკებსაც აქვთ და სადაზღვევებსაც ეს მესამე პირი. ვფიქრობთ, რომ აუცილებელი უნდა იყოს, რომ ესეთი შემთხვევებისგან დაზღვეულები ვიყოთ. ჩემი ავტომობილი მაგალითად არის საკმაოდ იშვიათი, არის ძველი და მყავს მესამე პირზე დაზღვეული. იმიტომ რომ ანუ ყველაფერი ხდება რა, აი შეიძლება რაღაცა მოხდეს. მე მახსოვს შენ რომ გაგისვეს და მიიმალა. კი. იმას რომ ყოლოდა დაზღვეული. იმას რომ ყოლოდა დაზღვეული აუცილებლად დარეკავდა და ალბათ ნორმალურად ჩამთავრდებოდა ეგ ამბავი და ეხა არ მომიწევდა რაღაცა ნაწილის ძებნა სადღაც რაღაც უცხოურ საიტებს. ანუ კარგია მივესალმები და ვფიქრობ რომ უნდა იყოს სავალდებულო და ყველა უნდა დავაზღვიოთ. ძალიან ბევრ პრობლემებს აგვარიდებს ეს ყველაფერი. ისეც დაზღვეული ისეც უნდა კონდეს ჩემი აზრით რა. კარგი, ძალიან საინტერესო ინტერვიუ მოვამზადეთ ამ თემასთან დაკავშირებით. მოდი ეს ვნახოთ და დაგიმრუდებით სტუდიაში. მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ალტერნატივა არ გააჩნია. რა არის იცით, ჩვენ ხშირად ვართ შემსვლელი შემთხვევის, როდესაც დაუზღვეველ ახალ გამოყვანილ ავტომობილს თქვათ, ამ თუნდაც დაზღვეულ, ცენტრში დაზღვეულ ახალ ავტომობილს შემთხვევით ძველი დაუზღვეველი ავტომობილი გაუშვავს და რაღაცას დაუზიანებს. ჩავთვალოთ, რომ ის კაცი არის დაღუპული. ფიგურალურად ვამბობ ამას, რომ ფინანსურად ის უკვე დაღუპულია, თურმის ანგარიშზე რამეა დაუხადაღდება, იმიტომ რომ ცენტრი შეაფასებს მას ხელშეკრულების პირობაში უდეს, რომ რაღაც გარკვეული საგარანტიო პერიოდში შეფასება მასთან უნდა მოხდეს, ხოლო ახალი ავტომობილის სადაზღვევო თანხა, ხო, აღდგენის თანხა ისეთი ფასებია ცენტრში და როცა სხვათაშორის ეს გამორიცხავს კერძოდ სადღაც მიყვანას ამ ახალი ავტომობილის, რომელიც შედარებით ფიზიკური პირის მიერ გაკეთებული ავტომობილის შედარებით ნაკლები ჯდება, ეს გამორიცხავს ამ შემთხვევაში და ნუ მოკლედ ეს კაცი ფინანსურად დაიქცევა, ვინც დააზიანა შემთხვევით ეს ავტომობილი. ასეთი შემთხვევებისთვის არის სოფლიო ამაზე უკეთესი ვერაფერი ვერ მოიფიქრა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა. ანუ მასეთ შემთხვევაში აი ეს ძველი ავტომობილის მფლობელი, რომლის მიზეზითაც იყო ეს მცირე ან საშუალო, ასე ვთქვათ, მასშტაბის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, ავარია, მოდი ასე ვთქვათ, ხო? მის ავტომობილს კი არავინ გააკეთებს, მაგრამ სამაგიეროდ ეს კაცი თავისუფალი იქნება იმ ფინანსური პასუხისმგებლობისაგან, რომელიც ზარალიც უნდა უნაზღაულდეს აი ახალი ავტომობილის მფლობელს. მათ შორის ეს შეეხება თუნდაც ამ ბოლო დროს ჩვენი თანამოქალაქეები ხშირად ჩევიან, რომ გაუშვეს ახალ ავტობუსს და ნუ აი დაიღუპნენ და ასე შემდეგ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს დარჩება წარსულში ეს პრობლემა, როგორც კი ამოქმედება მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა და სხვათა შორის მე როგორც ასე ვთქვათ, კონტაქტი მაქვს იმ გუნდთან, რომელიც ამ კანონპროექტს ამზადებს და მე როგორც ვიცი, ძალიან მალე უნდა დაიწყოს ამისი განხილვა, ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედს ვიტოვებ. როგორც იქითი მოქალაქე მეც ველოდები ამ კანონის ამოღებას, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას, შეიძლება ითქვას, რომ არ იკბინება ყოველწლიური გადასახადი, რომელიც რაღაც, ნუ მაქსიმუმ 150-დან 250 ლარამდე, ანუ დღეში 1 ლარიც კი არ გამოდის სადაზღვეო თანხა. ამიტომ
კიდევ ერთხელ თქვენი სიმპათიური გადაცემის თქვათ მეშვეობით დავაფიქსირებ ჩემს გულშემატკივრობას ამ სიახლის მიმართ. არა მხოლოდ ავტომობილს ეხება, შეთ შემთხვევაში ყოფილა რომ ამ ადამიანს დაუზიანებია მუნიციპალური ნაგებობა, რაღაც ინფრასტრუქტურული, რაღაც მცირე არქიტექტურული ფორმა, თუნდაც ბორდიურები და ასე შემდეგ. იგივე თქვათ ნარგავები და ასე შემდეგ. ეს არა მხოლოდ ავტომობილის დაზღვევას ეხება, არამედ ნებისმიერი ქონების მესამე პირის ნებისმიერ სხვის ქონების დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზე საუბარია.